ამერიკის ხმის ქართული სამსახურის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ხელმძღვანელი დაინიშნა 32 წლის ანა კალანდაძე რედაქციაში ახალი პროექტებით და მიზნებით მიდის. 67 წლის წინ შექმნილ რადიოსადგურმა განსაკუთრებული პოპულარობა ყოფილ საბჭოთა სივრცეში ცივი ომის პერიოდში მოიპოვა. დღეს უკვე ამერიკის ხმა თანამედროვე სტანდარტების მედია სტრუქტურა უნდა გახდეს. Voice of America. ამერიკის ხმა სტუდიაში მუშაობას იწყებს ანა კალანდაძე. ამერიკის ხმის ქართულ სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ყავს. მაუწყებელთა ეროვნულმა საბჭომ ვაშინგტონში ამ პოსტზე ანა კალანდაძე წარადგინა, რომელიც ამერიკის ფედერალური მთავრობის საგარეო მედია სტრუქტურაში 2001 წლიდან მუშაობდა. ძალიან მნიშვნელოვანი თავისთავად იმის აღიარება და იმის ცნობა ამერიკის მთავრობის მიერ, რომ ამერიკის ხმის ქართულმა განყოფილებამ უნდა გააგრძელოს მუშაობა და მაუწყებლობა საქართველოში, როგორც სოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოკლე ტალღების საშუალებით. თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი ასეთი რამე თუ ამერიკის ხმა ცდილობს ხელახლა, ასე ვთქვათ, აღედგინოს მისი სახე. ამერიკის ხმის ქართული გადაცემა პირველად ეთერში 1951 წელს გავიდა. ეს იყო ამერიკის ადმინისტრაციის ერთ-ერთი უმძლავრესი იარაღი ცივი ომის პერიოდში საბჭოთა სისტემის წინააღმდეგ. უფროსი თაობა ხშირად იხსენებს, როგორც ჩუმად და წვალებით უსმენდა რადიო პროგრამებს ვაშინგტონიდან, რადგან საბჭოთა უშიშროება ამერიკის ხმის გადაცემებს პერესტროიკის დადგომამდე შეძლების დაგვარად ახშობდა. ცივი ომის დამთავრების და ყოფილ საბჭოთა სახელმწიფოებთან ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების ჩამოყალიბების შემდეგ არაერთხელ დადგა ამერიკის ხმის რამდენიმე განყოფილების დახურვის საკითხი. შორის იყო ქართული სამსახურიც. ამერიკის ხმის ქართული სამსახურის დახურვის საკითხი შეერთებული შტატების ადმინისტრაციის დღის წესრიგში აღარ დგას. ბიუჯეტის ბოლო პროექტში, რომელიც კონგრესს განსახილველად გადმოეცა, ამერიკის ხმისთვის გაზრდილი დაფინანსებაა გათვალისწინებული. ფედერალური ბიუჯეტიდან ამერიკის ხმის ქართული პროგრამის დაფინანსების გაგრძელებას საშუალებას აძლევს განყოფილების ახალ ხელმძღვანელს მთლიანად შეცვალოს საინფორმაციო ბადე, გაზარდოს სარედაქციო ჯგუფი თბილისში, აიყვანოს კორესპონდენტები ნიუ-იორკში, ბრიუსელსა და მოსკოვში. დღესდღეობით ჩვენ მავუწყებლოთ სახელმწიფო რადიოს ტალღებზე, საზოგადოებრივი რადიოს ტალღებზე საქართველოში, პირველ და მეორე არხებზე გვაქვს 1 საათიანი გადაცემა ყოველ დღე, მაგრამ ლაპარაკია იმაზე, რომ გაიზარდოს ჩვენი მავუწყებლობა 2 საათამდე. ამერიკის ხმის ქართული სამსახურის ხელმძღვანელი დღეს დილიდან მილოცვებს იღებდა. ნაშუადრებს ორიგინალური საჩუქრით მივიდა რედაქციაში ჟურნალისტი ნანა ღონღაძე, რომელიც ყოფილი საბჭოთა სივრცის მედიისთვის ამერიკიდან წლების განმავლობაში მუშაობდა. შეხედე ქართული პამიდორი მოგიტანე, ჯერა? ჩვენ ცხოვრობთ ახლა მერილანდში და მე და ჩემი მეუღლე პატარა ბაღი გვაქვს. ჩემი მეუღლე შეყვარებულია ქართულ პამიდორში, ჭოპორტის ჯიში და ამრავლებს. ჩვენ გვაქვს ბაღი. და მინდოდა რომ რაღაც საქართველოს პატარა ნაწილი საჩუქარში ყოფილიყო. ამერიკის ხმის ქართულ სამსახურში საკადრო ცვლილებებს დაემთხვა დღეს ამერიკის მაუწყებელთა ეროვნული საბჭოს შეკრება და იმ თანამშრომლების დაჯილდოვება, რომლებმაც შეერთებული შტატების ერთ-ერთი უდიდესი საერთაშორისო მედია სამსახურისთვის განსაკუთრებულად იმუშავეს. მაუწყებელთა ეროვნულმა საბჭომ ამერიკის მთავრობის უფროს მედალი დღეს ქართული რედაქციის უფროს ანა კალანდაძესაც გადასცა. ამერიკის ხმის ქართულ სამსახურში ნახევარი საუკუნის მანძილზე რამდენიმე თაობა შეიცვალა. ცოტა ხნის წინ პენსიაზე გავიდნენ ქართული ემიგრაციის ცნობილი წარმომადგენლები და გამოცდილი ჟურნალისტები, ეთერ ფიჩხაძე, რამაზ ჯაბადარი და ლუკა ბეთანელი, რომლებიც ქართულ გადაცემებს ვაშინგტონში წლების განმავლობაში ამზადებდნენ. 32 წლის მენეჯერი ამერიკის ხმის ქართულ სამსახურს ჯერ არ ყოლია. ანა კალანდაძე თვლის, რომ ამერიკის ხმის ქართული ბიურო თანამედროვე სტანდარტების მედია სტრუქტურად უნდა ჩამოყალიბდეს და რაც მთავარია შეინარჩუნოს ის პრინციპი, რომლის შესახებაც ამერიკის ხმამ 67 წლის წინ პირველივე გადაცემაში გამოაცხადა. ახალი ამბები კარგით შეიძლება იყოს და ცუდიც. ჩვენ მაინც სიმართლეს მოგიყვებით.